წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალავერდის ეპარქია, ჩრდილო-დასავლეთიდან სტეფანწმინდისა და ხევის, დასავლეთიდან გორისა და ატენის, სამხრეთიდან მცხეთა თბილისისა და საგარეჯო გურჯაანის ეპარქიები. ეპარქიის სახელწოდება წილკანი სოფლის სახელიდან მომდინარეობს, რადგანაც იგი მტრების თავდასხმის დროს წინკარის მოვალეობას ასრულებდა. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს, ბაქარ მეფეს მიაწერს. წილკნის ღვთისმშობლის უძველესი კათედრის წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, მოციქულთა სწორი ქალწულის წმინდა ნინოს მოღვაწეობას. რადგანაც წილკნის ღვთისმშობლის ტაძართანაა ჩვენი ეპარქიის ცხოვრება წარსულიცა და აწმყოც დაკავშირებული, ამიტომ ამ ტაძართან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ ახლა. ვიდრე მოხდებოდა ქართლის გაქრისტიანება, მეფის ცული ბაქარი ბიზანტიაში იყო გამწევლებული. ბიზანტიის იმპერატორს მძევლად ყავდა წაყვანილი. როდესაც ქართლი გაქრისტიანდა, მეფე დიდებული მოიხსნა ქრისტიანობაზე და ეს ამბავი ეცნობა ბიზანტიის იმპერატორს, იქ ამას ძალიან დიდი სიხარულით შეხვდნენ და აი ამ ნდობის გამტკიცებასთან ამ სიხარულის გამოხატულება იყო, რომ უფლისწული ბაქარი პატივით იქნა საქართველოში დაბრუნებული. მან ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის სასაუთმოქმედი ხატი. ის ხატი, რომელიც შემდგომში წილკნის ღვთისმშობლისად იწოდებოდა და იწოდება დღესაც. სწორედ აი შემდგომში მირიანის შემდგომ მეფე ბაქარის მეფობისას აიგო ეს პირველი ტაძარი ჩვენი ეპარქიისა, დედა ეკლესია წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი და ის ბაქარის მიერ ჩამობრძანებული ხატიც ამ ეკლესიაში იქნა დაბრძანებული, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში იქნა დაბრძანებული. ეხლა ძალიან ძნელია იმისი თქმა, რომ მარტო ტაძრის ხატის საბრძანებლად იქნა ტაძარი აგებული თუ მე ვფიქრობ უფრო მეტი ქონდა მეფეს ჩაფიქრებული თავიდანვე წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი მოიაზრებოდა როგორც საეპისკოპოსო საყდრად, რადგანაც მას უნდა მთიელთა გაქრისტიანება დავალებოდა. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი, ზის ეპისკოპოსი მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვსა და ბაზალეთისა. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი ქართულ არქიტექტურაში უნიკალურია თავისი სტრუქტურული, კონსტრუქციული, მხატვრულ-დეკორატიული თვალსაზრისით. იგი ადრე ქრისტიანული ხანის უბრწყინვალესი ძეგლია. მის მხატვრულ ფორმებში შემონახულია ის უძველესი მოტივები, რომლებიც წარმართული პერიოდიდან გამოდის ქრისტიანულში და ტაძარი ერთგვარად მათ შორის გარდამავალ საფეხურად წარმოგვიდგება. საკათედრო ტაძრის მე-16-მე-17 საუკუნეების მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში. ცენტრში ორმაგ წრეში გამოსახულია მაცხოვარი, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც გეგმარების არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების მიხედვით აგებული უნდა იყოს მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. ამ გალავნის გარეთ ჩრდილოეთით და დასავლეთით შემორჩენილია უფრო ძველი გალავნის ნაშთები. თავდაპირველი ნაგებობა წილკნის ღვთისმშობლის ტაძრისა იყო ბაზილიკა. არის შემორჩენილი ძველი ბაზილიკის ნაწილები, არის სამხრეთით ძველი უძველესი ნაწილი ძველი ტაძრისა და შემდგომ საუკუნეებში მოხდა რამოდენიმეჯერ მოხდა გადაკეთება ამ ბაზილიკისა და ბოლოს აი ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად იქნა და ისეთი სახე მიიღო, როგორც დღეს გააჩნია წილკნის ტაძარს. ძალიან საინტერესოა ღვთისმშობელი წილკნისა როგორც სიწმინდე და როგორც არქიტექტურული ძეგლი. ეს უნიკალური ძეგლი, ამას სპეციალისტები ყოველთვის აღნიშნავენ ხოლმე,
ეს არის გარდამავალი პერიოდი, იცით, რაღაც ის ძველი მოგეხსენებათ ეს მეფე მირიანის და ბაქარიცის აღმოსავლური იმაზე კულტურაზე იყვნენ კასტილები, სპარსული ორიენტაციისანი იყვნენ, ვიდრე გაქრისტიანება მოხდებოდა მათი და აი ეს სასანური რაღაც ელემენტები შემორჩენილია ორნამენტებში აქ და რა თქმა უნდა მე მკვიდრდება ქრისტიანობაზე. ამ ხრივ ძალიან საინტერესოა, ძალზედ საინტერესოა წილკნის ტაძარი. წილკნის ეპარქია მე-5 საუკუნიდან იხსენიება. ამას მოწმობს ისიც, რომ 506 წლის საეკლესიო კრებას სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად წილკნელი ეპისკოპოსიც დაესწრო. წილკნის ეპარქია მოიცავდა არაგვის, ქსნის ხეობებს და ხევს. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ისე ეპისკოპოსა წილკნისა აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. ისე იყო განთქმული ყოველივე სათნოებითა, ნერგი იგი სამოთხისაი, ყვავილი შვენიერი და ყოვლისა კეთილისა ძირი. წილკანს განწესება ისე სურვილის წინააღმდეგ მოხდა. აგიოგრაფიის ცნობით შეიპყრა წმინდამან მამამთავარმან კათოლიკოსმან და აკურთხა იგი ეპისკოპოსად საყდარსა ზედა წილკნისასა. რაღაცა თუ იგი არა თავს იდებდა საქმესა მას და შევდომით ითხოვდა განტევებასა. წმინდა მღვდელმთავარმა მოწყალებითა და კაცმოყვარეობით, უცხოთ შეწყნარებითა და გლახაკთა ხელისაყრობით შორს გაითქვა სახელი. ღირსი ისე მთელს ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი ახდენდა სასწაულებს, კურნავდა სნეულებს, განწმენდა კეთროვანთ და დავდომილებს ხელის შეხებით აღდგენდა. ღირსი ისე განსაკუთრებით მთიან ადგილებში დადიოდა, კერპებს მუსრავდა და წარმართებს სამების სახელით ნათელს სცემდა. ყველაზე დიდი სიწმინდე დღესაც წილკნის ღვთისმშობლის ტაძრისათვის ის სასწაულთმოქმედი ხატია. ეს ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა არა მარტო ჩვენი სამწყსოისა, არამედ მთელი ქართული ეკლესიისათვის. ეს არის უნიკალური ხატი, იცით. არ ვიცი, ასეთი უბრალოება, ასეთი დიდებულებაც, აი როგორითაც ეს ხატი გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად წილკნის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი მაცხოვრის საქმის ფიცარზე. იგი საქართველოში ჩამოაბრძანა ადრე ქრისტიანულ ხანაში წმინდა მეფე მირიანის ძემ ბაქარმა და თავიდანვე მის მიერ აგებულ ტაძარში მიუჩინა ადგილი. ღვთისმშობლის ხატი თავისი ძლიერებით იმდენად იყო განთქმული, რომ მის წინაშე ლოცულობდა წმინდა მღვდელმთავარი ისეც. 1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული. წილკნის ეპარქიამ შემოგვინახა უმნიშვნელოვანესი ფერწერული ხატი. ეს არის ღვთისმშობელი ოდიგიტრია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული ხელოვნების ისტორიაში. იგი ფერწერის ტექნიკითაა შესრულებული და თავად ხატს წარმოადგენდა ისე წილკნელის მიერ დაარსებული მონასტრის. გამოსახულია ნახევარფიგურა ღვთისმშობლის, რომელსაც თელიტანით წარმოდგენილი ყრმა მარცხენა ხელი თუ ყრია, მის ორივე მხარეს გამოისახებიან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. თანმხლები გამსაზღვრელი წარწერებით. ასომთავრულით შესრულებულია გამსაზღვრელი წარწერები. გამოსახულებათა სახეები, ხელის მტევნები და ტერფები ყრმისა შესრულებულია მე-9 საუკუნეში ცვილოვანი ტემპერის საღებავით. ეს უძველესი ტექნიკაა, რომელსაც ადრე ქრისტიანულ ხანაში გამოიყენებდნენ იმ ძველი ტრადიციის შესაბამისად, რომელიც წინა ქრისტიანულ ხანიდან მომდინარეობდა. და შესრულებულების მანერით სწორედ სხეულის ეს ნაწილები ძალიან მჭიდრო კავშირ ურთიერთობას ამყარებენ ანტიკურ ელინისტურ სამყაროსთან. ისე წილკნელის ცხოვრებაში გარკვევითაა ნათქვამი, რომ ვიდრე იმ ცნობილ სასწაულებს მოახდენდა წმინდა ისე ქსნიდან, რომ წყალი გამოიყვანა თავისი კვერთხით, ის კარგ ახანს ლოცულობდა წილკნის ღვთისმშობლის ხატთან. მე ამაზე ყოველთვის ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, რომ იქ გარკვევითაა, რომ წილკნის ღვთისმშობლს ეხვეწებოდა, იმიტომ რომ აქ იყო განდიდებული იგი, აქ უკვე ის სარგებლობდა უდიდესი სასვევითა და რწმენით და თვითონ მღვდელმთავარმა ისემაც სწორედ აი მისი მადლითა და მისი კურთხევით მოახდინა ის
სასწაული, რამაც მე განაკვირვა აქაურები და რაც აი მის დიდებად იქნა შემორჩენილი. და მეორე სიწმიდე თავად ისე წილკნელი საფლავი გახლავთ. საერთოდ უნდა გითხრათ, რთული რეგიონი იყო ეს სამოღვაწოდ. და აი ისე წილკნელის შემდგომ უფრო გათბა აქაურობა, იცით. ისე წილკნელმა თავისი დიდი მოღვაწეობით აი უფრო მეტი რწმენა შეიტანა აქ მოსახლეობაში და მთელი არაგვის ხეობა და ხევიც კი არის ისე წილკნელისაგან აი განათლებული. შემდგომში რამდენჯერმე მოუწია მას მოღვაწეობა და ბოლოს აი სამუდამო განსასვენებელი წილკანში პოვა მან. აი როგორც ადამიანებს ყველა სახას განსაკუთრებული აქვს ნიჭი და უნარი, წილკნის ტაძარიც რაცა განსაკუთრებული მადლით არის გამორჩეული, დაფარული მადლის მატარებელია. საოცრად ესმის ადამიანისა და თავის სილამაზეს და დიდებულებას არ გაგიცხადებთ უცებ პირდაპირ. ჯერ უნდა დაინახოს რწმენა, დაინახოს აი რომ გული გახსნილი მინდობილი ხარ მას და მერე დაგანახებს თავის დიდებულებასა და მშვენიერებას და თავისი მადლით მერე გაგრძნობინებს თავს. ჩუმად იცის ხოლმე დახმარება მან, ძალიან ჩუმად. ოდითგან წილკნის ღვთისმშობელი იწირავდა მხოლოდ ოქროს, სხვას არაფერს და დღესაც არის შემორჩენილი წესად, რომ აი დედა ღვთისას მიართმევენ ხოლმე ოქროს. წილკანში რაღაც დედა იგრძნობა, იცით, დედა. რაღაცა დედისეულის სითბო და მადლი ინახება. დედა, როგორც ოჯახში დედა სხვანაირად სათუთად ეყრობიან, ეს იგრძნობა წილკანში, ეს იგრძნობა ფუძნარშიც, ეს იგრძნობა ანანურშიც. ეს უნდა იგრძნოს ადამიანმა. წილკანიცა და ჩვენი ტაძრები არ არის მარტო ხედაქვა. აქ ცოცხლობს, აქ ინახება ის მადლი, საოცარი მადლი, იცით რამდენი სასწაულები ხდება ხოლმე. მე არ მინდა ამის გაცხადება, მაგრამ გული უნდა გაუხსნა, უნდა მიენდო მას. იცით, ზოგჯერ კათედრაზე ვდგევარ ხოლმე ტაძარში და აი სოფლის გალის შემოვა ვიღაც, აი ისე უბრალოდ, აი შეიძლება ბაღიდან წამოვიდა პირდაპირ და ისე ალალად ეხვეწებიან, ისე აი ისეთი გულწრფელის ბედრება დამინახია ხოლმე, რომ აი მიხარია, რომ იდიდება ღვთისმშობელი. წილკნის ეპარქიის ეკლესია მონასტრებში ადრიდავე მრავალი წინსაცავი და ეკლესიებისთვის შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო დაცული. ეპარქიაში ძველთაგანვე მრავალ მწიგნობარსა და დამწერ მკაცმავს უმოღვაწეა. მათ შორის აღსანიშნავია მე-11 საუკუნის მოღვაწე ბასილი მწიგნობარი, რომელსაც დაუწერია თვენი. ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი, ქრისტოფორე და არსენ წილკნელები, ცნობილი მოაზროვნე ამბროსი მიქაძე, რომელსაც ეკუთვნის წიგნი აღსარებისა და ღვთისმშობლის საგალობელი, დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი, რომანოს წილკნელი, რომელმაც შეადგინა წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი და სხვა. 1911 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ წილკნის საეპისკოპოსოც გაუქმდა და შეუერთა ახალ წარმოქმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს, მცხეთისა და ქართლის ეპარქიას.
1917 წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აღორძინდა წილკნის ეპარქიაც. თუმცა ეპისკოპოსები სვეტიცხოველში აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას და იქიდან ავედრებდნენ უფალს თავიანთ სამწყსოს. საკათედრო ტაძარი 1988 წლამდე დახურული იყო. სახურება აღსდგა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით და მიტროპოლიტ ზოსიმეს უშუალო ხელმძღვანელობითა და დიდი შრომით. როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის სასამოქმედებლად, ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი დღე ჩემი ცხოვრებისა, რამე თუ ღვთის განგებამ სწორედ წილკნის ღვთისმშობელთან დააკავშირა, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მეუფემ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ აღდგა წილკნის ეპარქიაც. მაგრამ არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო ჩვენს ეპარქიაში 80-იან წლებამდე. დროებით საწილკნო მცხეთის საკათალიკოსოსთან იყო შეერთებული და იქიდან წილკნელი მღვდელმთავრები იქიდან მართავდნენ ხოლმე. ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი, რომ საკათედრო ტაძარიც კი იყო გაუქმებული და არ იყო სულიერი ცხოვრება აქ. 1988 წელს გახდა შესაძლებელი წილკნის საკათედრო ტაძრის ღვთისმშობლის ტაძრის ამოქმედება და ეს იყო ფაქტიურად ჩვენი ეპარქიის ხელახალი აღორძინება და ახალი სიცოცხლის დაწყება წილკნის ეპარქიისათვის. რამოდენიმეჯერ აღდგა ტაძარი ბოლო ხანებშიც მე-20 საუკუნეშიც არაერთჯერ ჩაუტარდა მას აღდგენითი სამუშაოები და აი თანდათან უკეთესობა დაეთქვა ეკლესიას და ჩვენს დროსაც სახურავი გამოიცვალა, წყალი ჩადიოდა, გამარჯვდა ზოგიერთი ადგილები მისი, საფლავის ქვა წილკნისა, ისე წილკნელისა შეიცვალა, უკეთესი ქვა იქნა დადებული და ასე შემდგომ. ამჟამად ეპარქიაში მოქმედებს 42 ეკლესია, 42 ტაძარი არის. ის რაც აი ჩვენ დროს არის ნაკურთხი და აქედან 22 ტაძარი არის ახალი. აი ჩვენი მოღვაწეობის პერიოდში აგებული. თითქმის 300 წელია საწილკნოს სათავეში უდგება რაკ მოღვაწეობდა. ეს ყველა ჩვენს დროს მოხდა ამათი აღდგენაი და მშენებარე ტაძარი 3 გვაქვს. ფასანაურში შენდება ახლა ერთი მოციქულთა ტაძარი. დაწყებული გვაქვს მუხრანში ქეთევან-წამებულის ეკლესია და კიდე უფურეთში არის აქ პატარა სოფელი, იქ პატარა წმინდა გიორგის ტაძარი, სადაც ახლა მშენებლობა მიდის და ალბათ უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული და 23 სასულიერო პირი მოღვაწეობს ჩვენს ეპარქიაში და არის 5 მონასტერი. რამდენიმე მამათა და რამდენიმე დედათა მონასტერი. აქ სამრევლო სკოლა მოქმედებს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო საქმიანობი წილკანიურიდან გამოირჩეოდა. ჩვენ დროსაც რამდენიმე წიგნი გამოვიდა კარგი. იბეჭდება ხოლმე და წილკანი თანდათან თავის ღირსეულ ადგილს იკავებს საქართველოს ეპარქიათა შორის. ფუძნარი გაზეთი მე-7 წელია რაც ეს გაზეთი გამოდის. ადრე ერთი იყო მარტო წილკანი იყო საეპისკოპოსო ტაძარი და აი უკვე 6-7 წელიწადია მოქმედებს მეორე დუშეთშიც უკვე ჩვენ გვაქვს სამღვდელმთავრო კათედრა. ძალიან ისეთი კარგი ტაძარი, ისიც ახალი იქნა აგებული და ნახოთ იქაც დიდი ამშენებლობითი სამუშაოები მიდის და იმედია რომ უფრო გაძლიერდება ეს მეორე საყდარი ჩვენი ეპარქიისა. მიტროპოლიტ ზოსიმეს განსაკუთრებულ ლოცვისა და ვედრების შედეგად მოხდა სასწაული. აღდგა ფუძნარის ღვთისმშობლის ტაძარი, თამარ მეფის დროინდელი მადლითა და დიდებით. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეწეოდეთ წილკნისა და დუშეთის ეპარქიას ძველი ტაძრების აღდგენასა და ახლის აღმშენებლობაში.